MMA-ში სოფლიოს ჩემპიონობა ყველაზე ადვილია სპორტებშიო. დაითანხმებოდი მაგას? მაგრამ რთული ბრძოლა იქნება. არ იქნება ადვილი, რთული ბრძოლა იქნება, მოხებს და უფრთხილებს. ერთი ეგა. კროუფორდი და ილია ხა გასაგებია კომერციულად ძალიან საინტერესო ჩხუბია ის, მაგრამ დონე შანსები არ არის თანაბარი და ბევრად წინა კროუფორდ მაგაზე ძალიან გაგვანწყეს. აი მე ვახსენე ბელატორი, UFC და ასე შემდეგ. ხარისხი შენი აზრით, ასევე როგორც აქტიურ სპორტსმენს გეკითხები. ბელატორის ტოპ დონეს და UFC-ს ტოპ დონეს შორის. ჩვენ ვხედავთ გადმოსულები, ძირითადად აგებენ, მაგრამ იგებენ ხოლმე, მაგრამ შენ გძნობ, რომ დიდი სხვაობა, საშუალო სხვაობა, როგორ იტყოდი, რა სხვაობა არის ტექნიკურად და ხარისხობრივად? UFC საერთოდ სხვა დონეა. აი ხა ის პაჩი მიქსი და იმიდან გამომდინარე. პაჩი მიქსი ბელატორში, ეხა PFL-მა კი იყიდა ბელატორმა. ერთ-ერთი საუკეთესო პაჩი მიქსი და ვინ მოუგო პაჩი მიქსი? ბაუტისტა. და რომელიც კაი მებრძოლია, მაგრამ ვერა ის რომ ბაუტისტამ არ უნდა მოგიგო, როცა ხარ პაჩი მიქსი და ნეგრე. ხო. ნაირი ჩხუბი, გახსოვს ეგ ჩხუბი. ესე რო გქონდა, გაშიშებული რო გქონდა თავი და შუბლით რო ბლოკავდა. არ ვიცი. ხო, მოკლედ ძალიან დიდი სხვაობა არა. ცოტა პატარა სხვაობა არ არის. აი ცი რა მაინტერესებდა მათ აი ეს ბოლო პერიოდი ხო ბელატორმა ეს ქნა და ეს გამოაჩინა, თუმცა აი აქეთა კეიტა, ეხა შენ კეიტას კარგად იცნობ დარწმუნ მათეს ოპონენტი. და იმ წავიდა ის წონა ვერ ჩააბარა ბიზნეს. მათესთანაც ვერ ჩააბარა წონა. ხო, მათესთან კილო და რაღაცა 10. UFC-დან ისე გაუშვეს, რომ არ უჩხუბია, ძალიან მაგარი მოხერხება უნდა. არა, ისე რომ არ გაუშვეს. არ ვიცება და იმ როსტერ აუთმა დაწერა, მაგრამ მერე გადაამოწმეს და როსტერში ის ისე უბრალოდ კარტიდან გამოაკდეს. მაგრამ მან რა არის უყურე? აი კეიტა ხო მაინც ახლა არ არის ეს ბელატორი და აქედან წასული იყო. აი კეიტაზე რა განცდა ქონდა? აი პიტბულ შენი აზრით არ შემდგარი ჩხუბია? რა მოლოდინი ქონდა მათ? ჩემი აზრით კეიტა მოუგებდა უფრო ნოკაუტზე წავიდოდა აუცილებლად, იმიტომ რომ შოუ ჭირდებოდა მას რა. მე ბოლოს კი ეხვეწებოდა მეჩხუბეო. просто ბანას ჭამდა იმ მომენტში როცა ეხვეწებოდა. ცოტა იტანჯე მაინც. ბევრითაა ცილა ესე არის. კილო და რაღაცით. კარგად არის. კილო? და სხვათა შორის მან ეუნება რომ ცხოვრებაში წონის კლებაზეო პრობლემა არ შემქმნია. ხო და გამახსენდა. და მათესთან ვერ ჩააბარა. მეგობრებო, დავალაიქოთ ჩვენი სტრიმი. ჩვენს გვერდით პატივი, ჩვენ სტუმარსაც, იმიტომ რომ საჭირო არის რაც მეტი ლაიქია, მით უფრო მეტი მაყურებელია, ასე რომ ნუ დაგეზარებათ, იქვე არის აი ლაიქის ღილაკი და ვისაც გამოწერილი არ ყავთ ხო საერთოდ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მადლობა წინასწარ. ხო, აი ბელატორის და UFC-ის შედარება შენგან მაინტერესებდა რა. ესეთი შეკითხვა მაქვს ასევე როგორც აქტიურ სპორტსმენთან. Mighty Mouse რო აქვს ნათქვამი, რომ MMA-ში სოფლიოს ჩემპიონობა ყველაზე ადვილია სპორტებშიო. დაითანხმებოდი მაგას? შეიძლება Mighty Mouse-ის დროს კი იყო ეგრე, მაგრამ ეხლა აღარა, ეხლა უკვე იმდენად განვითარებულია. უდღიდიდე ვითარდება რა და ეხლა Mighty Mouse-ი უკვე შეეშვა ბრძოლას. ხო და რა ვერ ვიტყოდი, ვერ დავეთანხმები მაგას. ამ მომენტში ვერა, მაშინ Mighty Mouse-ი იყო ერთ-ერთი გოუთი, რომელსაც ვერ უგებდა. ნიჭიერიც იყო და სტეროიდების ხანაც. აი შენი აზრით კრივში რომ მოიგო სოფლიოს რომელიმე IWBC-ან რამე და მოიგო ბელატორის ხამარი, რომელი უფრო რთულად მიღწევადი ამბავია? კრივი. კრივი უფრო ნახე. უფრო დიდი კონკურენცია. კონკურენციაც დიდია და აი წლოვანებით ეხა ნახე რამდენი ხანია უკვე კრივი არის, ხო და ბელატორში იმდენად დიდი კონკურენცია არ არის. ხო. ხო და კრივში. კი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა მქონდა და ძალიან მეინტერესებს ამ შეკითხვაზე შენი პასუხი რა. MMA პატრა შესავალს გავუკეთებ, რომ ადრე კი არა ეხაც ეგრე ხდება, რომ ბაზით მოდიან, ხო? ვიღაც იყო მოჭიდავე, მე წამოვიდა. ნელ-ნელა გამოჩნდა ხალხი, ვინც MMA ბაზა აქვს MMA. ხო. შენი აზრით ორი შეკითხვა მაქვს. პირველი, რომ
ეს ტენდენცია უფრო და უფრო მოიმატებს და MMA-ის ბაზიანი ტიპები ბევრად შეგვხვდებიან და კარგია თუ არა და ხო არ ჯობია რომ ისევ გადმოვიდნენ სხვადასხვა სპორტებიდან. პირველით დავიწყოთ, მოიმატებს თუ არა ეს MMA-ის ბაზიანი მებრძოლი. MMA-ის ბაზიანი მებრძოლი მოიმატებს, მე ბავშვებს ვავარჯიშებ ჩემპიონთა აკადემიაში. პირდაპირ შემოდიან, იწყებენ ვარჯიშს 12-13 წლის ასაკში. 12-13 წლის ასაკში იწყებენ ვარჯიშს და ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ, რომ გაიზარდონ პირდაპირ MMA-ით. MMA-ით გაიზარდონ. ეხლა ისეთი ბავშვები მოდიან, რა ვიცი, მე 6 კილები რომ მქონოდა მათ ასაკში, რომ ვიყავი, ეხლა სხვა ვიქნებოდი საერთოდ. სხვა ადამიანი, სხვა სპორტსმენი ვიქნებოდი, სხვანაირი სპორტსმენი ვიქნებოდი, ბევრად უკეთესი. კი, იცით კიდევ არის ერთი რამ. ეხლა ამჯერად ვინც გადავიდა სხვა სპორტიდან MMA-ში, გამოკვეთილად აქვს ის, აი მაგალითად გამროცა გამოკვეთილად ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობიდან არის გადმოსული. და გინდა თუ არა, ძაღლით ფეხში რო შევა, მორჩა რა, აღარ ჯიუტად. ხო, აღარ უშვებს. ილიას რო ვკითხოთ ეხა თოფურიას, ილიამ თქვა ესეთი რამ, რომ მე MMA-ს არ ვარჯიშობ, მე ვარჯიშობ ბოქსს, მე ვარჯიშობ ჭიდაობას, მე ვარჯიშობ ჯიუ-ჯიტსუს და ყველა ასპექტში მე ვარ პროფესიონალი. ბოქსში პროფესიონალი ვარ, ჭიდაობაში პროფესიონალი ვარ და ნუ ესეც კემპში ვარჯიშობ MMA-ს. კემპში კი, მაგრამ ეს ზოგადად აქვს მარტო ეს. ბოქსის კლასი, ჯუდოს კლასი, კი ბატონო, ესე თქვა. ხო, ესე გამოკვეთილად ვერ ვიტყვი და ვერ იმას ვიზამ, ანუ რომელი არის უკეთესი. მაგრამ მომავალში ჩვენ ძალიან ბევრს ვიხილავთ, რომ well-rounded fighter-ი იქნება, რომელიც იქნება დაწყებული ბაზა იქნება MMA. და არ იქნება მარტო კრივი ან მარტო kickbox-ი ან ხო, ეს ტენდენცია მოიმატებს უფრო თავისთავად, ხო და სანახაობის, მე იცი ზოგადად რა წარმოდგენა მაქვს, რომ როცა MMA-ის მებრძოლი მაგალითად კვირაში გადააგდებს 1000 ჯებს, მოკრივე კვირაში აგდებს 10000 ჯებს, ხო? ანუ იმიტომ რომ ამას აქვს საჭიდაო, აქვს ამას ფეხი გაქვს მოსაქნევი, გასაგუდი, ბევრ რაღაცაზე და შესაბამისად აი ის რაღაც ულტრა ლეველის, რომელსაც აღწევენ ხოლმე იქით სპეციალისტები, თქვათ, მოკრივეები. ძალიან რთულია, ხო, რომ ესეთი ნაკლები ვარჯიშით მიაღწიო და შენი აზრით ეს პოზიტიური რამე ხო არ შეიძლება რომ თქვათ აი მოკრივე ხარ, თავდაცვა ისწავლო ჭიდაობისგან, შენი გეგმა გქონდეს, შენი პირადი გემოვნებით, რომელი მებრძოლი უფრო მოგწონს, ბაზიანი თუ გადმოსული? იცი რა არის, ჩემი პირადი გემოვნებით, ეხლა ესე არც მიფიქრია ამაზე. კი გასაგებია რომ, მაგრამ ნახეთ, მოჭიდავეს გააჩნია რა, ზოგ მოჭიდავეს უფრო უადვილდება კრივის სწავლა, ზოგს არ უადვილდება. ადამიანს გააჩნია თვითონ რა. არ ვიცი ვერ გეტყვი მაგაზე, არ მაქვს პასუხი. უბრალოდ ის არის, რომ კი მართალია MMA-ში 1000 ჯებს გადააგდებ, შეიძლება კვირაში 1000 ჯები გადააგდე, იმან 10000 ჯები გადააგდოს. და ესე დიდად კონკურენციას ვერ უწევს MMA-ის ფაითერი ბოქსიორს ბოქსში ან MMA-ის ფაითერი ჭიდაობაში ლოგიკურია, ხო, რამე ეგრეც არის, ხო? კი, ლოგიკურია, ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ იმდენად სპეციფიურად იმ ვარჯიშებს არ აკეთებს, რაც ბოქსს ჭირდება ან რაც ჭიდაობას ჭირდება. გომით სხვა. აი ხა ხამზად ჩიმაევი იყო ჩასული დაღესტანში ეჭიდავა ოლიმპიურ სადულაევს ეჭიდავა და ვერაფერი ვერ გააკეთა, ანუ საერთოდ ან ჯერ ხამზატის დომინაცია როგორი იყო დრიკოსთან, ხო, სად არის. ხო, MMA-ის, მაგრამ ეხლა სადულაევი რო გადავიდეს MMA-ში, ხამზატი რა თქმა უნდა გადაუვლის რა. ხო, ორი აზრი არ არსებობს. კი, გასაგებია გადაიყვანს, მაგრამ იქ უკვე დაბლა რა უნდა ქნა სადულაევი, კაი, გადაიყვანა 1 2 3 4, მაგრამ იქ ხო ნეული გინდა. ხო, ეს რაღაცა ცნობიერებაში უნდა შემოვიდეს, რაღაცა განცდა აქვს და სტერეოტიპია. სხვადასხვა სპორტია საერთოდ, MMA-ის სხვა. გონიათ, რომ MMA-ში რაღაცას ერთ განხრით თუ აკეთებ, აუცილებლად იგივე დონეზე გააკეთებ იმ სპორტში რო გადახვილ და ილიას თემაზე ხო კროუფორდზე ბევრი განიხილავს, რომ კროუფორდს ჩვენ სხვა შორს რო ვთქვით, რომ კროუფორდი და ილია ხა გასაგებია კომერციულად ძალიან საინტერესო ჩხუბია ის, მაგრამ
დონე, შანსები არ არის თანაბარი და ბევრად წინა კროუფორდ მაგაზე ძალიან გაგვანწყეს. კროუფორდი რა. კროუფორდი რა ზონაშია? ნუ 157-ში ჭუბობდა ხოლმე ველტერო იქაურ ველტეროიჩი, მაგრამ აჰა ავიდა კანელოსთან. მაგრამ 157 აქაური ფეზერვეიტი. უჭუბია ეგრე, მაგრამ ეხლა ძალიან დიდი ხანია რაც ანუ მაგ კარიერაში მაგ წონაში გაიკეთა კარიერა, მაგრამ მე 155-ში 150 ხო lightweight-ისკენ გადავიდა და ეხლა კანელოს 161-ში რაღაც სუპერველტეროიჩი შუაში წონები კრიფში ძალიან ბევრი წონაა და ხო, გასაგებია და საინტერესოა ეგ, რომ ესე იგი ბევრი გვეყოლება უკვე, ვინც MMA-ით დაიწყო და კი. ეს გააგრძელა რა. აი, უკვე პირველი თაობა მოდის აგერ. ენო, ლოუს კიდე თამაშობო, გეკითხა. ლოუს. გასაგებია. აღარ. დრო აღარ მაქვს. ცნობილი ლოლის მოთამაშე. არა. ტიმოთი თამაშობდი ხოლმე, სულ იქ სოკოებს დავაგდებდი ხოლმე. ეს უყურებდი როდის ფეთქდა. ეხლა აღარ თამაშობ, იმიტომ რომ დროც აღარ მაქვს და კომპიუტერიც გავყიდე და ხო ჯეგა უცნაური რაღაცა. ხო, ბავშვობაში აი როდის არ მომედგინა რომ PlayStation-ი რო სახში მექნება თქო. აი რამეს სხვას გავაკეთებ თქო და როგორ მახსოვს ის წელი რო დადგა რომ joystick-ი დავიჭირე და აღარ მინდოდა მივხვდი რომ დავბერდე და დავდე ეს PlayStation-ი ვაჭუქე ჩემი იმას რა. საერთოდ მე გადავედი მაგასახში ახლა რაღაც 2 წელი არის რომ თან მინდა რომ მინდოდეს თამაში და თან არ მინდა და ეგ ძალიან გქონდა. მაგრამ ეხლა PlayStation-ის ყიდვას ვაპირებ სადაც GTA გამოვა. ველოდები დედასპიცა რომ ფულს ვაგროვებ რომ GTA გორსკი გადმოვა 5 ისე მევასებას 5 ისე აი ძალიან მიყვარს 5. რა სამჯერ დავხურე. ყველანაირად მაიკლის მოკალი, ტრევორის მოკალი. არა, სვერდეიგე მე კეთილი დასასწრებელი. არ ხოცავ. კი, 3 ცოცხალია. მე პროსტა იქ მათყო რა მისიები არის რომ ერთი მესია შეგიძლია რომ სამნაირად დახურო და დავიმახსოვრე და ერთი ესე დავხურე. სხვანაირად, მე მეორენაირად, მე მესამე. აი სხვათა შორის მე მასე ვიყავი ვცდილობდი რომ სხვანაირად დამეხურა Red Dead Redemption-ის მეორე ვერსია. ეგეც დახურული. ოღონ ერთი კაი დასასწრებელი. არა, აი თელი ტირილი და დრამები გელოდება იქ ცხოვრების ესე გარდამტეხი. არა, მაგარი. ცადე მეორე დაიცოდა იქ. Rockstar-ის არის ხო? Rockstar-ის არის, მაგიტომა ეს Rockstar-ი გამოვა ერთ თამაში გამოუშვეს, მე ერთი 8-9 წელი ერთ თამაში ჩაიციკლე, მაგრამ იმდენად დეტალურად აკეთებენ ყველაფერს რომ ხო, ძალიან მაგარია. ხო, შეუძლებელია რომ უფრო სწრაფად გააკეთონ. დაუბრუნდეთ MMA-ს და თავარი ქარდზე უნდა ვისაუბროთ აგერ 5 ოქტომბრის ქარდზე, სადაც ანკალაევი და ანკალაევი პერეირა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის მერაბ დვალიშვილი კორი სენთეგენი. მოდი შევახურო ჯერ ანკალაევი პერეირაზე ვისაუბროთ. ჩემი აზრით პერეირას ანკალაევთან რამე ჭირდა რა და ან ჩამორეცხილი იყო საერთოდ მაგ აქტიურობა უფრო რა დააკლო და ანკალაევის გამიკვირდა რომ ჭიდაობა საერთოდ არ ეცა და ჯებით დასო. მაგრამ მუქარა მუშაობდა ჩემი აზრით. ის ცოტა ხილათი. კი. მაინც მოელოდა რა, ეგონა რომ მაინც შემოვიდა და ეჭიდავებოდა და ერთი ბენეფიტი ეგ ქონდა. მაგრამ მე მგონია რომ ეხლა უფრო აჭიდავდება. ანკალაევი ხო? და პერეირასგან რას ვიქნებ, აი რას ახლა შეიძლება შემოიტანოს გარდა იმისა რომ უნდა დაიწყოს მუშაობა. დგომი ისე გათიშვას თუ ეცდება, უფრო თამამი უნდა იყოს. პერეირას მოგება თუ არის, პერეირას მოგება არის ფინიშით, ნოკაუტი, საბმიშენის პერეირა. ხო, ხო არა რომ დაჭდეს ხა და ჯებით ეს რაღაცა ქულებით, ჰოლუეისავით იჭხულა გათიშოს რა. ესე პერეირას საბმიშენი. ანკალაევი. ისე აი ჯაზე კი არის, მაგრამ ეგ სხვა ძალაა. აი გრეპლერის ღონე და გრეპლერს აქვს უფრო სტატიკური ძალა და ეხა მოკრივი ესა კიკბოქსერს უფრო ფეთქებადობა, კი. ხო, სხვადასხვა სახის კუნთებზე დამოკიდებული ამბობენ, არის ფეთქებადი. ეს სტატიკური ძალა უფრო BJJ-ში არა. ელასტიურობა უფრო ეგეთ ელასტიურობა და მოძრაობა, ნუ ელასტიურობა რა თქმა უნდა BJJ-შიც გჭირდება, მაგრამ უფრო სტატიკური დაჭერა და მე გადასვლებია და ასე თავისუფალ ჭიდაობაში კარგი ელასტიურობა და ფეთქებადობა გინდა მან და ეხა ცოტა ინტრიგნული შეკითხვა უნდა დაგისვა, ოღონდ იმას მართლა ინტრიგნული არა. ეხა მინდა რომ დავშალოთ MMA რა.
ხელები, კრივი, ფეხები, კიკბოქსინგი, რესლინგი, ჭიდაობა, ჯიუჯიტსუ. ხო? აი ეს რას ჩამოთვალეთ. მოდი მნიშვნელობების მიხედვით დაიწყე. ანუ ყველაზე უმნიშვნელო და უმნიშვნელოვანეს რაც ერთი არის, ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი და შენთვის. ესე იგი დავიწყოთ საიდან? მოდი, აი ყველაზე მნიშვნელოვანი თქვი. ყველაზე მნიშვნელოვანი რომელია? ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ კრივი უფრო. იმიტომ რომ მაინც ჭუბი იწყება დგომში იწყება. ანუ კრივი ან კიკბოქსინგი რა, სტრაიკინგი დავარქვათ. პირველ ადგილზე სტრაიკინგი. პირველ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრაიკინგია. მეორე ადგილზე თუ გვაქვს სტრაიკინგი, შემდეგ წამოვა ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, ვთქვათ, კედელთან ჭიდაობა და ცენტრში ჭიდაობა, ესეც განსხვავებული. განსხვავებული. კედელთან საერთოდ სხვა ჭიდაობა მიდის, ცენტრში საერთოდ სხვა ჭიდაობა მიდის რა და უფრო ჯერ ხო რა თავისუფალი ჭიდაობას ავირჩევდი მეორე. მესამეზე უკვე BJJ. კი ბატონო. თუმცა არა უკვე ინდონეზია MMA რომ ანუ არ არსებობს ხო მინიმუმ ძალიან კარგი თავდაცვა უნდა გქონდეს ტკივნეული ილეთებისგან. აი უსმანს ეგრე აქვს წაღებული. არ ვიცოდი რომ კაი მოჭიდა ვიყავ და შემომაწოდა და გავგუდაო და ეხა ყველა უნდა იცოდეს ხო რაღაც კი რაღაც დონეზე აუცილებლად უნდა იცოდე. ანუ MMA-ის ფაითერი რო ხარ, ვერ რაუნდედ უნდა იყო რა, ესიც უნდა იცოდე, ისიც უნდა იცოდე რაღაც დონეზე. შეიძლება ყველაფერში პროფესიონალი არ იყო, რაღაც არის ფაითერები, რომელსაც აქვს ერთი რამ, აი მაგალითად კრივი და კრივისკენ უფრო მიდიან და უკეთესი კრივი აქვს. თან არიან ფაითერები, გამროტისნაირი, ხამზადისნაირი, ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა. ხო. საბოლოოდ მაინც ყველა მებრძოლი რაღაცას ირჩევს ხო და იქითკენ ვითარდება მაინც. რომ აი ჩემი ჭუბი არის რაღაც ესე თუ აი იცი და არიან მებრძოლები რომლებიც აი ძალიან დაბალანსებულები არიან და სადაც რა ჭირდებათ იმას აკეთებენ ყოველთვის. აი ეხა ნუ არიან რა თქმა უნდა ეგეთ მებრძოლებიც არიან. ოლივეირა არის მაგალითად ეგეთი მებრძოლი, სადაც რა ჭირდება იმას აკეთებს. სტრაიკინგი მშვენიერია, ჭიდაობაც კლინჩი დიალოგია, მშვენიერია რა, კარგი შეუძლია თეიქდაობა. ჯიუჯიტსუ, ჯიუჯიტსუს ყველგან. ეხა კი გასაკებია ილიასთან არ გამოვიდა, მაგრამ შეუძლია რა. ბევრთან გამოსვლია. კი და ჯიუჯიტსუც მშვენიერია რა. აი well rounded-ა, ანუ ყველაფერი იცის, კარგად იცის. ისე ახალი თაობისა ჩვენ აი რო დავაკვირდეთ ამ თაობეთა ცვლას MMA-ში. აი მძველ თაობას უფრო ახასიათებ და რომ რაღაც ერთი კუთხით მაგრები იყვნენ, მეორეში ისე რა. ეხლა ამ ახალ თაობაში უფრო ეს რაღაც დაბალანსებობა შემოდის და მეგობრებო ლაიქები. აი მაგალითად იანგარი პირობითად ადამიანი, რომელიც ძალიან არ მომწონდა და თავის საბრძოლო სტილით. ბოლო ფაითი ძალიან მაგარი იყო. ან short notice-ზე ხო? short notice-ია იყო ბოლოს ამჩხუბი. short notice-თან ვისთანა იყო short notice? სულკლებთან შავკათთანაც ხო ჩხუბი აიღო მასე. ხო, შავკათთან ძალიან თანაბარი ბრძოლა ქონდა რა. ძალიან და იყო მონგებიან პოზიციაშიც იყო და ნუ ბოლოს შავკათი სხვაგან არის ცოტა, მაგრამ მე უიმედოდ არ არის იანგარი შავკათთან ჩემი აზრით. რო იჭუბონ, აი სამი ჭუბი რო იჭუბონ შეიძლება მოუგოს რომელიც. შეიძლება, ხო, კი. ხო, მე ფავორიტი შავკათი მგონია, მაგრამ მაინც აი იანგარი რაც პრატესტან ჩაატარა. აი ეგეთი უნდა იყოს მებრძოლი ჩემი აზრით რა გუთხით რომ ანუ კემპი არ ქონდა 10 დღე იცოდა რომ ბოლოს დაიღლებოდა და რა მაგრად ქონდა დათვლილი რომ პირველ 3 რაუნდს ულაპარაკოთ მოუგვებ რაოდენობით აქტიურობით თან იცის რომ პრატესი ცოტა ნელი დამწყებია და რაღაც ეძებს რაღაც დარტყმას ესე დაახია პირველი 3 რაუნდი აი თითქოს აი და ჩამოწერილი ქონდა მეოთხე რაუნდში ცოტა ანუ უკვე დაიგლებოდა და მეხუთეში უნდა გადავრჩე. აი ეს გეგმა ქონდა თავიდან. მეხუთეში ისე ცოტა დააკლდა პრატეს, რომ ერთი მომენტი საყვინა. კი. ბოლო რაუნდში შეუტია, თა მაგარი დარტყმები შეჭამა. და პრატესის მაგბრძოლაში იყო ძალიან მაგარი პრატესის ტეიქდაუნის დაცვა. ყველაფერი და რო ტეიქდაუნებს იცოდა. მაგარი. ხო, ეხლა იანგარი არ არის თლად ხაბიბი, მაგრამ კაი ტეიქდაუნები აქვს და კარგად ჭიდაობს. ნერცებს კაი ბაზა აქვს. просто ეხა ხო ცუდი ტალღა აქვს ეხა ხო ტალღაზე 5 წაგება აქვს უკვე ხო ეხა ყველა წააგო რა ყველა წააგო რომელები ყველა დაუმარცხებენ ნუ
პრატესმა დაიწყო და აგერ რუფიმ დაასრულა. მერაბზე სანამ გადავალთ კიდე აი მაგ ჩხუბზე მინდოდა რუფის და ბენუას ჩხუბზე მინდოდა ბენუა შენი ფრანგი ვერსია ხო სახელი ბენო და ბენუა ბენუა სენდენის ომის ღმერთია რა გოდოფორ ზახი ხო და რაღაცნაირი შტაბეჭდილება არ დაგიტყო მაგრამ ცუდი არ იყო რუფი ჭიდაობაშიც ჰქონდა პასუხები რთული პოზიციები ნუ ბოლოს დაიჭირა რა ეხა სენდენისმა მაგრამ რა დააკლა შენი აზრით აი რა დარტყმებსაც ახვედრებდა ის რა მუხლი მოარტყა თუ გახსოვს ეგ მონა რუფის არ ვიცი რა დააკლა მაგრამ ბენუაზე შემიძლია რომ თქვა რომ მეომარია სადაც მაგან ეს ომები გამოიარა და რაღაც მან უკვე სხვა მენტალიტეტი აქვს ანუ რაც არ უნდა მოკლა მაშინ რა იქ ბოლოს კი წააგო ამის წინი ხო წააგო რომ ხო პორიეს დასტინმა გათიშა პორიემ ხო დასტინმა გათიშა მაგრამ ბოლომდე თუ დასტინს ჩაგრავდა კი პირველ რაუნდში ჩაგრავდა რა ჯობნიდა ხო მაგრამ რაღაცა ვირუსი ქონდა რაღაცა ქონდა ვერ იყო რა თავის იმაზე რა და ნუ მაგიტო წააგო კი გასაგებია ნუ გათიშეს რასიზამ არა თან ეგ დაემართა ცოტა უდის რატო შევიდა სენდენის რომ მოუგო უნდა გათიშო ან და საბმითიც არ მგონია უფრო შეიძლება გაუძლოს და სადღაცას გამოძვრეს მაგრამ უნდა გათიშო რა ეგ ეხა ყოფაზე რო კეთდება ეს ეხა ეგ რუფი როგორც იმან ეგ აი ვიღაცები ნანახი მაგ პორიე მაგალითად რომ აი არ დათაფა რა მაგ ყბაზე ქონდა პორიე ეს ყბაზე თუ არა აი ოლივეირა რამდენიმეჯერ ქონდა ძალიან მაგარი გრიფი ყბაზე და ეს აჩვენებდა ანუ რისი თქვა მინდა რომ ანუ ძალიან ის მესმის ვეღარ სუნთქავ და იგუძები ხო იზუნე და ეგ რა შეგრძნება აი ცი რა არის ყბას გტეხავენ მაგ დროს რა იმასაც რეალურად შეიძლება რეალურად შეიძლება და ჩიმავმა კბილები არ ჩაუმსხვრია იმას ვიტეკერს იგივე იყო ხო არა ეგ მეგონი მან დარტყმით მოტეხა იმიტომ რომ მან დრო არც იყო ბენო მან დრო როგორც კი მოკიდა ეგრევე და ეგრევე და ეგრევე მანამდე ხო არა რეალურად ძალიან მტკივნეულია ყველაზე ნათელი არის ხა ისეთი ყველაზე პოპულარული მაგალითი მაგის ხაბი მარო კონორს უქნო რომ აი მთელი წატანით და მანდაც კი ყბაზე იყო მანდაც კაცუნი გავიგეო და ამბობდა იქ ბოლოს უკვე კომენტარებში კი ბატონო კომენტარებს ხო სანამ წავიკითხავთ კომენტარებს ბოლოსკენ აუცილებლად საინტერესო კომენტარებს რაღაცას რაც შეგხვდება ვისაუბრეთ და ეხლა მერაბზე გვინდა რომ გადავიდეთ ხო მერაბი მთავარი თემა სენთენგენი მერაბი ხო მერაბი კორი ძალიან საინტერესო ჩხუბია და საერთოდ როცა რაღაც ურთაბრძოლა ცხადდება ხოლმე ეგრევე რაღაც შტაბეჭდილება გექმნება რა მაგ ჩხუბზე და შენ რა შტაბეჭდილება შეგექმნა როგორი ჩხუბი შეიძლება იყოს ეგ მერაბისთვის სუბუქი და ადვილი ბრძოლას არ ველოდები, არ იქნება ადვილი. ქორის ახლა რა აქვს პლუსები, ყველაზე დიდი საშუალება მერაბისთვის ეს არის მუხლი, ქორის მუხლი. მაგარი ფინიშები აქვს. ხო, მუხლი მაგარი ფინიშები აქვს რა. არ არის ხელს წამოსაკრავი, კი გასაგებია პეტრიანმა გადაუარა, იქო უმარმაც მოუგო, უმარს და პეტრიანს ახლა მერაბამ ჩაუტარა ხო დაღეჭა ხო და ლოგიკურად თუ იმსჯელებთ ლოგიკურად აუცილებლად უნდა მოუგოს მაგრამ რთული ბრძოლა იქნება არ იქნება ადვილი რთული ბრძოლა იქნება მუხლებს უნდა უფრთხილდეთ ერთი ეგა ანუ ეს ლეგლოკების და რაღაცებს ახალი ის რო და არა მუხლს შენაბობ დარტყმა მუხლზე ამბობს და ეხა იმასაც გაუკეთა რა ქვია ბოლოს ვის მოუგო ბიჭორი მაგრამ ფიგერეთოს რო გაუკეთა ის ლეგლოკი ხო მაგრამ ეგეც რაღაცა აქ იმიტომ ილაპარაკა მაგაზე რომ რაღაცებიო დავამუღამე არ შეიძლება ეხლა რაღაცას იმაშვება ნუ ეხლა მაგას იტყვის ეგ ბევრ ამასაც იტყვის კიდე კასტინგიც ქონდა მერაბის კი სასაცილო კაცია ბიჭო კარგ რაღაცებს აკეთებს და მერაბი ერთობა მაგაზე ხო უთხრა რომ შვენიერი უმორი გაქო ორი მაგარი კონტენტ კრეატორი ხდება მე მერაბიც მაგარი იუთუბერია და კორი სხვადასხვა კორის ანალიტიკური ვიდეოები დაიწყო და ძალიან კაი ვიდეოებს აკეთებს. კარგი ხმე არ მინდა ფაით IQ-ი აქვს ნამდვილად. ლიაზე აქვს აი ერთ-ერთი საუკეთესო ახს. ესე ვუყურებ. კი, საინტერესოდ ხსნით ყველაფერს. ჭკვიანთან ბრძოლა ცოტა რთულია ხოლმე ჭკვიან ადამიანთან ბრძოლა. აქ ასე თუ ისე მარტო კუნთები არ მუშაობს და გამძლეობა მაინც აქედან თუ არ მიეცი პიცგი იმასაც ვერ იმასწავ. აი უბრალოდ ნახე ხა მე რა მაგ კითხვა სენთეგენი უმარი ჩხუბი გემახსოვრება. მესამე რაუნდში ახსოვს აი სენთეგენს უკვე რაჭირდა პირღიას უნთქავდა აღარ შეეძლო
დაუშვათ რომ მეხუთე რაუნდში აღმოჩნდა მერაბთან სენთეგენი. შენი აზრით მერაბი ისევ აი ეს ფინიშების ის რაღაცა ხო დაიწყოს? მე მგონია მერაბი კი ეცდება აუცილებლად ეცდება დააფინიშოს. ჩემი აზრით მორალესი როგორც დააფინიშა, ანუ grounded pound-ით ეგრე დააფინიშა. ნუ დასაწყისი იმედი ეგეთი არ იქნება როგორც მორალესი. ბოლო იქნება ეგეთი რა. მერაბს ხო რა, მერაბს არ ჭირდება ზოგადად ჭიდაობის შემდეგი კონტროლები და მერაბის თავარი სისტემა რა არის, აი სუ პრეშერი იყოს, სუ მოწინააღმდეგეს ეგონოს რომ სუ ფეხებს შემოვა წამაქცევს, კი ეს იგივენაირ შევა, ეცდება წაქცევას, მაგრამ წაქცევასა და დადგომაში takedown defense-სა და ადგომა შორის იმდენი ენერგია იხარჯება, რომ ესე 5 რაუნდი ვერ გააგრძელებ რა. სადღაც 3 რაუნდამდე ოკეი, fine, შეგიძლია გააგრძელო, მაგრამ მე-4, მე-5 რაუნდი იქ ემოციურადაც იღლები, იქ თვალიც გეღლება, რომ აქ ხან ფეხი შემოდის, ხან ზემოთა მერაბთან მაქვს ახლა ნასპარინგები და ნუ ანუ ხან ზემოთ ქვემოთ და ფსიქოლოგიურად, მენტალურად ისე ვიღლები რომ საერთოდ არ მჭირდება რამის გაკეთება, ანუ იზმღლის რა, ის თვითონ რომ უკვე იმაზე ხო, სუფიქრი მიწევს, ან ეხა შემოვა, ან არა, ან ხელს მირტყამს ან რაღაცა და მოკლედ ხან იქით-აქე დარვის ჩემი ტვინი და აი გვღლის. აი მერაბის როგორი წარმოდგენა მაქვს მე და თუ დამეთანხმები მაინტერესებს. მერაბს ახლა მართლა 4 ფილტვი ხო არა აქ ანუ ვარჯიშობს ბევრი ხა ანუ ორი ადამიანია მერაბი ჩვეულებრივი რომელიც ვარჯიშობს ბევრი სპორტსმენია რომელიც ძალიან მონდომებით ვარჯიშობს და ბევრს ვარჯიშობს თუმცა ეს სპორტსმენები მერაბთან იღლებიან და ტყდებიან აი და რატომ ხო და რატომ მე მაქვს ეგეთი წარმოდგენა რომ მერაბიც იღლება ოღონდ მაინც იგივეს შვება რა ანუ მე მგონია რომ მენტალური გადაწყვეტილება რაშია ან მის გამოვლილი ცხოვრებაში უფრო უნდა ევეძებოთ აი მერაბის გამძლეობა და მერაბის მენტალიტეტი. აქ იყო საქართველოში მაინც ჯარში იყო, წავიდა, იქით ემიგრაციაშია, ხო, ემიგრანტების მენტალიტეტი საერთოდ სხვა არის, ანუ გადარჩენის თვითგადარჩენაზე ხარ რა, უცხო ქვეყანაში, თან ამერიკაში, ამ ხელა ქვეყანაში მარტო ხარ უნდა გადარჩი. იქ მშენებლობაზე მუშაობა, მიდიოდა სახლში, გადაიულებდა წყალს, გამოფხიზდებოდა, მიდიოდა ვარჯიშობდა. ეს ყველაფერი არ გრძელდებოდა 1 და 2 კვირა. ეს ყველაფერი გრძელდებოდა წლები. ეს წლები დაგროვილი უკვე ეს მენტალიტეტი, ეს გამძლეობა უკვე ისაა, რასაც ვხედავთ ახლა. ხო, ეს ზუსტად რომ ის გადაწყვეტი, ანუ მისთვის იმდენად რთული იყო ეს ყველაფერი, რომ მისთვის ოქტაგონზე გატარებული დრო რთული აღარ არის რა რაღაცნაირად. ანუ მენტალურად ვამბობ, რა თქმა უნდა, თორე ტექნიკურად, ფიზიკურად რთული. დარწმუნებული ვარ ძალიან ერთობა ჩხუბის პროცესში. დარწმუნებული ვარ. ბოლო რაუნდენები ბრძოლა მეც ვერთობი უკვე ვიცი რომ იქ არაფერი საშიში და არაფერი ისეთი არ სიმართლე გითხრათ ვარჯიშებზე და დარბაზში უფრო მეტად ხდება და უფრო მეტ ტრამვებს ვიღებ ვიდრე ჩხუბის დროს. ეგ როდის მოდის ბენო? როცა უკვე ოქტაგონზე სიამოვნებას იღებ, როცა იხსნები, როცა რაღაც ახალი ეტაპია, ხო, ეგ კარიერაში და აი რითი მოდის და როდის მოდის? კი, train hard, fight easy. ესეც არის, მაგრამ ამასთან ერთად არის კიდე გამოცდილება. კი, შეიძლება პირველ ფაიტზე train hard and fight, მაგრამ easy არ იქნება. იქ ემოციები იხარჯება, ფიზიკურად ხო იხარჯები, მაგრამ ფიზიკურზე მეტად ემოციები იხარჯება. ეხა ბიჭები, ვინები ჩხუბობენ, დამწყებები, გადიან უკვე დაღლილები გადიან ემოციები დაღლილები და ემოციები უფრო მეტად გღლის, ვიდრე იქ გასვლა და რაღაც ფიზიკურად, ხო, ფიზიკურად. მერაბსაც ეს პლუსი აქვს, ემოციებით არ იღლება, იქ გადის, ბრძოლოს, თუ დაიღლება, ისე იღლება ფიზიკური ანუ იქ მუშაობს, იქ შედის ჭიდაობა და ამით იღლება და ემოციურად ეგ არ იღლება. იღიმის, იცინის და შედის ჩხუბობს. ეს არ იღიმის, ძალითაც არ იღიმის, ეგ მართლა იღიმება და მაგიტო იღიმის. ილიას აქ კიდე ნათქვამი, რომ აღარ ვაკეთებ იმას, რომ წავიდე მომავალში, ვინერვიულო იმაზე, რომ რა იქნება, გავითიშები და საბოლოოდ მიდიხარ იქამდე, რომ it is what it is, რა, რაც იქნება. ეგ არის შენი აზრით პასუხი, ანუ მებრძოლის დამოკიდებულება მაგ ყველაფერზე ეგეთი უნდა იყოს, თუ თქვათ შენ სხვა მიდგომა გაქვს და სხვა მებრძოლებს ხომ როგორ უკლავდები მაგ სტრესს? ხო, ну it is what it is, კი რა თქმა უნდა, it is what it is, but თუ ვარჯიშებში ჩადებ ენერგიას და ივარჯიშებ ძალიან hard and smart, მარტო hard ვარჯიშები არ ვარგა, hard ვარჯიშებით ბევრი ტრამვებია და
მოკლედ ეგეც არა, თლად ეგ smart-იც გინდა რა, სადაც sparring-ი გაქვს მეორე დღეს უნდა დაისვენო და უფრო easy უნდა